მოგესალმებით ყველას, მე ვარ მიშო. დღეს მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეიძლება Action Center-ის ასე ვთქვათ გააქტიურება. წინა ვიდეო გაკვეთილში მე გესაუბრე თუ როგორ შეიძლება Action Center-ის ასე ვთქვათ taskbar-დან გაქრობა. ვისაც არ გსურთ ამ taskbar-ის გაქრობა და გინდათ ხედავდეთ და ასევე იყოს ეს გააქტიურებული, რადგანაც როცა ეს გააქტიურებულია, კარგი სინქრონიზაციას ახდენს Windows-თან და ასე ვთქვათ Windows-ის დაცვის სისტემასთან, ანუ ანტივირუსთან და უფრო მეტად და გაცილებით იცავს კომპიუტერს. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება რომ დავაჭიროთ თვითონ Action Center-ის იკონს, შემდეგ გადავიდეთ გრაფაში Open Action Center და ამის შემდეგ მოვნიშნოთ უпростоრად ამის შემდეგ ჩვენ დავინახავთ რომ აქ იქნება რამოდენიმე ან თუნდაც ჩემსავით ჩემ შემთხვევაში ერთი წითლად ანთებული გრაფა, ანუ ეს გრაფა არ მოქმედებს ამ შემთხვევაში. ეს გრაფები იმიტომ არ მოქმედებს რომ კომპიუტერი გაიძულებთ ამ ყველაფრის ხელით ჩართვას. ეს სულ მარტივია, ჩვენ უნდა დავაჭიროთ ქვემოთ მოცემულ ლურჯ ასე ვთქვათ სტრიქონს, დავაწვევით მას და Action Center-ი ჩვეულებრივად გააქტიურდება, რის შემდეგაც მოახდენს კარგ სინქრონიზაციას და გაცილებით უკეთესად დაიცავს ჩვენს კომპიუტერს. აი სულ ეს იყო ჩემი მეგობრებო, რაც დღეისთვის თქვენთვის უნდა და მესწავლებინა. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207